მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩემი ერთ-ერთი ემიგრანტის თხოვნას ვასრულებ, რომ აინტერესებდა თვალის ქვემოთ სიშავეები როგორ მოეცილებინა. მოგესალმებით ჩემო ემიგრანტებო, გეფერებით და გესიყვარულებით. მე თქვენს გვერდით მიგულეთ ყველამ და მე გთავაზობთ. საერთოდ თვალის ქვემოთ სიშავეებს უფრო ეს ნიღბები უფრო შველის ვიდრე რაღაცა ისეთი მაზი და საცხები. აი მაგალითად ერთი კიტრის ნიღაბი ძალიან კარგია. მაგალითად რგოლები გავაკეთოთ და რგოლები დავიდოთ თვალებზე. შეგვიძლია ჩავხეხოთ, ოღონდ უნდა გაცივდეს და ცივი უნდა დავიდოთ. ძალიან კარგია მწვანე ჩაის დისკები როა ბამბის დისკები მაგითი მაგალითად 2 პაკეტი მწვანე ჩაი დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ. შემდეგ გავაციოთ, დისკები ჩავალაგოთ შიგ, შევდოთ მაცივარში და ეს დისკები დავიფინოთ თვალებზე. გადასარევია. კიდე ერთ რჩევას მოგცემდით. ძალიან კარგია ახალი კარტოფილის ჩახეხვა. ახალი კარტოფილი ჩავხეხოთ, წვენი გამოვწუროთ და მაგისი წვენი ბინტით, რამოდენიმე კეცი გავაკეთოთ ბინტი, იმითი დავიდოთ ან ბამბის დისკებით დავიდოთ. კიდევ ერთ ცოტა განსხვავებულ ნიღაბზე გეტყოდით. მაგალითად ძალიან კარგია თაფლი და ნუშის ზეთი. თაფლი და ნუშის ზეთი მთლიანად აბრდღიალებს სახეს. 2 სუფრის კოზი მაგალითად თაფლი, რაც მიცდია და რამოდენიმე აი ნახევარი ჩაის კოზი დასჭირდა მეტი არა. ნახევარი ჩაის კოზი ნუშის ზეთი. ერთმანეთი შეაურიოთ და სახეზე ისე ვიხმაროთ. გავიჩეროთ 15 წუთი მასკა, ჩამოვიბაროთ თბილი წყლით და საერთოდ ჩამობანვის შემდეგ თვითონვე უნდა გაშრეს. ყველანაირი ჩამობანვის შემდეგ თვითონვე უნდა გაშრეს სახე. არასოდეს ტილოთი არ გავემშრალოთ. ტილოთი რატო ამშრალებთ? როცა თვითონ შრება, მაშინ იჭიმება, უფრო მეტად მოგწონს ჩვენი სახე, უფრო მეტად ნაკლებად დაგვიბერდება. საერთოდ საცხები აი გუში მე რამოდენიმე დღის წინ დავდე ვაზელინი დაევიტის. აი ხლა ეს არ გეკონოთ გოგოებო, რომ მე რომელიღაც ვაზელინს რეკლამას უკეთებ. არც ერთ შემთხვევაში მე გამოვცადე და მინდოდა რომ ეს თქვენთვისაც გამეზიარებინა. თორე არანაირი რეკლამას მე არ უკეთებ არც ერთ პროდუქციას. მე ჩემი პროდუქციებით მუშაობ, ჩემი გამოცდილებებს გაწვდით ყოველთვის და მე მინდა რომ საუკეთესო რჩევები მოგცეთ, რომელიც თქვენ გამოგადგებათ და რომელიც ეფექტური იქნება. გემშვიდობებით, აბა თქვენ იცით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. გააკეთეთ ეს ნიღბები, ვისაც კიდე გაწუხებთ თვალის ქვემოთ სიშავეები და მომწერეთ, როგორი შედეგი მიიღეთ.